ტრამვებზე საუბარი არც საქილიკოა და არც მეორე ხარისხოვანი, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ტრამვებზე მერე აპელირებენ პოლიტიკური აქტორები. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შენარჩუნება და ამაზე რეფლექსირება, რომ ესე არ არის, ეს ადამიანებმა გადაიტანეს. რატო არის რუსეთში ეხლა ხელოვნურად ხდება მეორე მსოფლიო ომის ტრამვების, ანუ ტრამვა არ უნდა შეწყდეს რუსული ნარატივის მიხედვით, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიც პრაქტიკულად ცოცხლები აღარ არიან და უკვე შვილიშვილებზე არიან გადასულები. სპეციალურად ახსენებენ, რომ ეს ტრამვა არ უნდა შეწყდეს, უნდა ახსოვდეს რა გადაიტანა აი ამ ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში სხვადასხვა სოფლებში ხალხმა, ადამიანებმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია. ამ ტრამვას როგორ გამოიყენება, ხო სხვა საკითხია. შეიძლება ამეთი მართო, პირობითად მაგრა ხალხი, ხო ეგრე არის. და ახსენო და აჭირო, რომ აი ის იყო რაღაც. შეიძლება სხვა ფორმაც მისცე?